შესაძლებელი იქნება გონების გაციფრულება. აი mind uploading, აი ციფრული ასლი გონების რომ გაკეთდეს, რას ფიქრობ? უბრალოდ ჩვენ ერთმანეთთან გამიჯნოთ, ანუ გონება ეს მარტო აზროვნება, ინტელექტუალური მეხსიერებაც მათ შორის არ არის, ხო? იქ არის კიდე რაღაცა, რომელზეც თუ ძალიან ღრმად ჩავწვდებით, შეიძლება რელიგიასთან მივიდეთ, ანუ ნებასთან. რომ შენ რო იაზროვნო, ხო, მარტო აზროვნების უნარი არკმალა, უნდა გინდოდეს, ანუ ამის ნებელობა უნდა გქონდეს. ანუ შესაბამისად ადამიანის გარეშე არსებული ასე ვთქვათ, აზროვნება ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. რატო რომ შევქნათ ცალკე კლონი სხეულის და იმ კლონში გადავნერგოთ შემდგომ უკვე ეს პირობითად ვამბობ გაციფრულებული გონება. შესაძლებელი არის და დღევანდელ დღეს რასაც ხდება, რაც უკვე ასე ვთქვათ რეალობა არის, ხო? ეს იმის საფუძველზე შეიძლება რომ ბევრი ასე ვთქვათ ფუნქცია შეიძლება იქნას გამოჯობესებული გაციფრულების მეშვეობით. აი ეს მაგალითად იგივე ყველაზე ცნობილი პატივცემული ტესლა, ხო? მას აქვს შექმნილი ფირმა, ასეთი ნეიროლინკი. ანუ უკვე სწავლობენ რა, მაგალითად ტვინის დაზიანებების შემთხვევაში იმ ფუნქციების აღდგენას სტიმულაციები და ეს ხდება რა, რომ გარკვეულ უბნებში ხდება ჩანერგვა ელექტროდების, იმის მერე გარეთ გამოტანა, ასე ვთქვათ, კომპიუტერთან და არსებული დეფიციტი იქნება თუ დაზიანების, ასე ვთქვათ, მოდელირება, მოდიფიცირება და რაღაცა. ანუ ეს უკვე დღევანდელი რეალობა არის.